მოგესალმებით ასოციაცია ხერა 21-ის დისტანციური სერვისების ოჯახის ექიმი თამარ მაღრაძე. დღეს ფერტილური ასაკის ქალებისგან ყველაზე ხშირად დასმული კითხვების რუბრიკის ფარგლებში ჩვენი სტუმარია ექიმი გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგი თამარ გელაშვილი. სოციალურ ქსელებში პაციენტები ხშირად მოგმართავენ ორსულობის თავიდან ასაცილებენ კონტრაცეფციის მეთოდებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ოჯახის ექიმმა კონსულტირებისას უნდა უზრუნველყოს პაციენტის ინფორმირება და მისცეს მას არჩევანის საშუალება, რომელი მეთოდი აირჩიოს. შემდეგ კი მოახდინოს ინფორმირებული პაციენტის გადამისამართება ექიმ გინეკოლოგთან. თამარ, რას გულისხმობს კონკრეტულად ბარიერული კონტრაცეფციის მეთოდი? რა მოიაზრება მასში? ბარიერულ კონტრაცეფციაში მოიაზრება კონტრაცეფციის ის მეთოდი, რომელიც უშუალოდ ხელს უშლის ან აჩერებს სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერების პროცესს. ბარიერულ მეთოდებში მოიაზრება მამაკაცის და ქალის კონდომები, აგრეთვე დიაფრაგმა, ქუდი და სპერმიციდები. რომელია ის ბარიერული მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა უზრუნველყოს სქესობრივად გადამცემი ინფექციების შემცირება? ბარიერული მეთოდებიდან კონდომი გვიცავს როგორც არასასურველი ორსულობისგან, ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან და არის არჩევითი მეთოდი ბარიერულ კონტრაცეფციაში. თამარ, როგორი სახის კონდომები არსებობს და როგორია მათი დაცულობის ხარისხი? არსებობს მამაკაცის გარე კონდომი, რომელიც გადაეცმება უშუალოდ მამაკაცის სასქესო ორგანოს, ხოლო ქალის კონდომის შემთხვევაში იგი თავსდება საშოში. ორივე შემთხვევაში კონდომი ხელს უშლის სპერმატოზოიდების მოხვედრას, მამაკაცის სპერმის მოხვედრას ქალის საშოში. მამაკაცის კონდომის დაცულობის ხარისხი არის 98%, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, დიახ, მაღალია. რაც შეეხება ქალის კონდომს, აქ დაცულობის ხარისხი 95%-ია. რას წარმოადგენს დიაფრაგმა და ქუდები? ეს დიაფრაგმა და ქუდები ზოგადად წარმოადგენს ლატექსის რეზინის მოწყობილობებს, რომლებიც თავის მხრივ ინახავს სპერმიციდულ ჟელეს, კაპს, გელს. იგი თავსდება სქესობრივ აქტამდე ქალის საშოში და სქესობრივი აქტის შემდგომ უნდა დარჩეს 6 საათის განმავლობაში, რომ არ დაკარგოს ეფექტურობა. მისი ეფექტურობა დაცვის ხარისხი არის 83%. თამარ, გითხარით, რას წარმოადგენს სპერმიციდი? სპერმიციდი არის ქიმიური მოქმედების ნივთიერება, რომელიც თავსდება უშუალოდ სქესობრივი კონტაქტის წინ ქალის საშოში, წარმოადგენს კრემს, გელს, კაფის ფორმას, ასევე თხელი ფირფიტები შეიძლება იყოს, ასევე სანთლები, რომლებსაც აქვთ სპერმიციდული ეფექტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ შლიან სპერმის სტრუქტურას, უნდა მოხდეს საშოში მოთავსება სქესობრივ კონტაქტამდე და რჩება ეფექტური მხოლოდ 1 საათის განმავლობაში. ანუ 1 საათის შემდგომ ყოველი მომდევნო სქესობრივი კონტაქტის დროს ხელახლა უნდა იქნეს აღნიშნული მეთოდის გამოყენება. მისი პროცენტული მაჩვენებელიც შედარებით დაბალია და წარმოადგენს დაახლოებით 80-85%-ს. იმედია საჭირო ინფორმაცია მოგაწოდეთ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგმართეთ ასოციაცია ხერა 21-ის ცხელ ხაზზე.